მოგესალმები, დადგა კვირა დღეს აღამო 10:30 მეგახლავართ გიორგი დარასელია და აი ამ ძიმე კვირის შემდეგ ჩვენთან არის სტუმარი, რომელიც ჩემთვის ძალიან საპატივცემო სტუმარი და რაც განსაკუთრებული სტუმარი ყავს დღეს. მეუფე გიორგი ჯანდელიანი, ეპისკოპოსი, რომელიც, რა ვიცი, ცხოვე ძალიან და გვეწვია, შეწუხდი ჩვენს გამო, დაგლოცეთ თუ შეიძლება მეუფე. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ. მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, რადიო მსმენელს და როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს, ყოველი სიტყვის, ყოველი საქმის დაწყების საუკეთესო წესია ღმერთით დაწყება და ღმერთით განსრულება. დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, ჩვენი შეხვედრისათვის. ჩვენ შევეცადოთ ალბათ გიორგი, რომ ამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რაღაცა ცდელობა გვექნება იმისა, რომ რაღაცა ნათელი და სინათლე შევიტანოთ და ქრისტეს სახარების შუქზე შეიძლება გავაშუქოთ ეს ყველაფერი. მადლობთ მოწვევისათვის. დიახ, პირიქით მადლობა, ჩემს ძალიან დიდი პატივია თქვენი სტუმრობა. მეუფე, თუ შეიძლება აი ამ ბოლო დროის მოვლენებთან დაკავშირებით მინდა რომ კითხოთ აუცილებლად ამას რომ ვერ სამწუხაროდ ჩვენ და ვერ გავექცევით, თორე ძალიან მინდა რომ ეს საერთოდ არ იყოს ეს მოვლენები, რაც განვითარდა, მაგრამ ცუდი კუთხითაც განვითარდა, რაც კარგი კუთხით განვითარდა, მინდა აუცილებლად ოჯახის დღე და ესეთი რაღაცები ყოველთვის აღინიშნება და საბოლოოდ ვიცი, რომ ყოველთვის ეს დღე დადგინდება ესე და ყოველთვის მთელი საქართველოს მხოლოდ იზეიმებს ამ დღესასწაულს ჩვენსას მართლმადიდებლურს და თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით ადამიანები არიან ძალიან დაბნეული. დღეს რაღაცა ღმერთს სხვანაირად ხედავთ ჩვენ ზოგს, ვისაც როგორ გვაწყობს ისე ვიყურებთ, მაგრამ სინამდვილეში გვინდა რომ თქვენ ვინაიდან ეპისკოპოსი ბრძანდებით ბევრი სასულიერო პირი მოდის ხოლმე აქ, მაგრამ სინამდვილეში აი როგორი ხედვა უნდა გქონდეს ჩვენ როგორც ღვთელმთავარმა თუ გვეტყვით მეუფე ამას იმიტომ რომ ძალიან დაბნეული ადამიანი ბევრი ადამიანი ორად გაიყო რაღაცნაირად და რა ვიცი ბევრი ქადაგება ისმის მაგრამ ზოგი მართალია ზოგს ვერ დაარქმევ სიმართლეს და ასე შემდეგ და ხალხი არის დაბნეული და თუ შეიძლება რომ დაგვარიგოთ ამასთან დაკავშირებით სანამ პირველ საკითხზე გადავიდოდი თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე, დიდი მადლობა ამ კითხვისათვის. გამოგიტყდებით და ვიქნები გულწრფელი, რომ მე არ ვარ განებიურებული პირდაპირ ეთერებით და ესე თქვა ტელევიზიებში მისვლით და რამაც დღეს გადამაწყვეტინა, ესე თქვა გადავდგეს ნაბიჯი, ჯერ თქვენის ნებართით აღნიშნა, რომ არაერთგზის მთხოვეთ თქვენ მოსულიყავით ტელევიზიაში და პირველ რიგში მადლობა ღმერთს რომ და მადლობა ტელევიზია ობიექტივს რომ ეძლევა მართლმადიდებელ ქრისტიანს და ზოგადად რელიგიურ ადამიანს მოისმინოს ჩვენ ცხოვრობთ ისეთ დროში, როდესაც მედიას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანთა მასობრივ ერთგვარ რომ უზრუნველყოს მათი ინფორმაცია ობიექტურად პირველ რიგში და მადლობა იმისთვის, რომ ღვთის სიტყვა ერთგვარად ისმის თუნდაც ამ ტელევიზიით და თქვენ ხართ ამის წამყვანი. ძალიან შემინდა დაგლოცოთ თქვენ. ეხლა რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ კითხვას, ალბათ პირველ რიგში ეს მრავალ საკითხი არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ძალზედ რთული და ვფიქრობ, რომ ძალიან სიღრმისეული ანალიზი ჭირდება ამ ყველაფერს. დღეს სიმართლე გითხრათ მე არ ვარ ესე მზად, იმიტომ რომ ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ამას უნდა მართლაც ძალიან დიდი ჩაღრმავება, თუნდაც ლოცვითა და მარხვით და მერე თანამედროვე ეპოქის დღის შუქზე ამ ყველაფერს სწორი სულიერი ანალიზის გაკეთება, მაგრამ ალბათ თქვენთან ერთად შევეცდებით, რომ ღმერთმა მოგცეს პირველეს ყოვლისა ის შთაგონება, რომ თქვათ ის რაც ჯერას თქმა და რაც ჯერას არ თქმათ. ბოლოდროინდელმა განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენ დაგვანახა ის, რომ ზუსტად წმინდა მამების მიერ ნაწინასწარმეტყველები თუნდაც ის, რომ ჩვენ ცხოვრობთ ურთულეს დროში, აპოსტასიის დროში, ანუ ღვთისაგან დიდი განდგომილების დროში, სადაც რჩეულნიც კი შეცდებიან. და მე მინდა აღნიშნო, რომ აი სულ თქვენი მონამორჩილი, თქვენი უღირსება სულ რაღაც ალბათ მეხუთე წელია რაც წმინდა სინოდის ღვთელმთავარი გახლავართ. მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევითა და წმინდა სინოდის განჩინებით 2013 წელს მოხდა ჩემი გამორჩევა და
სხვათა შორის აი ამ სინოდების მიმდინარეობის დროს მე რაც ღრმად აღიბეჭდა ჩემს გონებაში ეს არის რომ ყოველ სინოდი ისე არ გახსნილა რომ პატრიარქს არ დაეწყოს თუნდაც ამ სიტყვებით რომ ესე იგი პატრიცემულო ღვთაევანო რომ ჩვენ ცხოვრობთ ურთულეს დროში ამიტომ რა თქმა უნდა ადამიანს მართებს იყოს უფრო დაკვირვებული, კეთილგონიერი და უპირველეს ყოვლისა ის იყოს მართლმადიდებელ ეკლესიის წიაღში. რათა ჭეშმარიტად დაინახოს ის საფრთხეები, რომელიც მომდინარეობს, რომელიც მთელი კაცობრიობაზე, ესე ვთქვათ, უნდა მოვიდეს და არის მოსული. უკვე მეხუთე წელი არის ჩვენ რასაც ვხედავ ჩვენ საზოგადოებაში, რომ ფაქტიურად ერი, აი ჩემი დაკვირვებით, ალბათ მე დღეს უფრო გამოთქვამ ჩემ აზრს, კერძო აზრს, როგორც რიგითი წმინდა მართლმადიდებელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ღვთათავარი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემი კერძო აზრი და საერთოდ მართლმადიდებელი ქრისტიანის აზრი, რა თქმა უნდა ემთხვეოდეს და ამოდიოდეს წმინდა სახარებიდან, წმინდა მამათა სწავლებიდან და შეძლების დაგვარად აი ამით უნდა ხელმძღვანელობდეს. რა თქმა უნდა მე აი ბოლოდროინდელმა დაკვირვებებმა რაც ხდება ჩვენს ერზე არა მარტო ბოლო დროს რა თქმა უნდა ეს მრავალი წელია და ამას მრავალსაუკუნოვანი ეს არ არის ახალი ეკლესიისთვის ჩვენი ერისთვის თუ გადავხედავ ჩვენს წარსულს იმ დღიდან როდესაც დღეს არის ხსენება პირველ საეკლესიო კრებაში მონაწილე წმინდა მამათა ხსენება არის წმინდა ასურელ 13 ასურელ მამათა ხსენება უპირველეს ყოვლისა რა თქმა უნდა მოგილოცავთ მათ ხსენებას და მეოხი ყოფილიყვნენ ჩვენი ერის და ჩვენი ფარვენი სწორედ როდესაც იქადაგეს წმინდა მოციქულებმა და ყოვლა წმინდა ღვთისმშობლის მიერ წარმოგზავნილ იქნენ საქართველოში თქვენ იცით რომ საყოველთაოდ აღიარებულია სამოციქულო ამიტომაც ეწოდება ჩვენს ეკლესიას რომ ჩვენთან იქადაგეს ეთმა მოციქულებმა როგორიც გახდათ ანდრია პირველწოდებული სიმონ კანანელი მატათა სიმონ კანანელი რომელიც ჩვენთან განისვენებს და რა თქმა უნდა ქრისტიანობის დევნა შეიძლება ესე ითქვას პირველი საუკუნიდანვე ეს არახალი არის და ამაზე ძალიან მკაფიო პასუხი აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას. იმ ადამიანებს რა შეიძლება რაზეც შეიძლება ვისაუბროთ რა თქმა უნდა. დიახ. ეხლა რაც შეეხება დღევანდელობა ალბათ აი დღეს არის საყოველთაო და ესეთი დიდი დაწოლა მთელ მსოფლიოზე და მათ შორის საქართველოზე. რომ ცოდვა იქნას აღიარებული როგორც ნორმა. და თითქოს ეს არის ესე ვთქვათ მისაღები და ეკლესიამ ამაზე თქვას რომ ნუ არაუშავს. ანუ მინიმუმ თქვას რომ ამას არაუშავს და შეეგუოს. რა თქმა უნდა ეკლესია ყოველთვის თავისი ბუნებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა ცოდვაზე ყოველთვის, ბოროტებაზე ყოველთვის იტყვის რომ ეს არის ბოროტება და ჭეშმარიტებაზე, სიმართლეზე იტყვის რომ ეს არის სიმართლე. როგორც უფალი ამბობს ხო რომ ხო იყოს თქვენი ხო და არა იყოს არა. და რაც შეეხება იმ ცოდვას, რომელიც ესე გამრავლებული არის და შემოსულია ყოველგან წესებაში, ნებისმიერ სფეროში, ადამიანთა ნებისმიერ ფენაში, მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომელსაც სოდომ-გომორული ცოდვა ქვია, დღეს არის მცდელობა, რომ ეს ყველაფერი რაღაცა შეიფუთოს ესეთი არ ვიცი, მე ჩემი აზრი არის, რომ ესეც მიზანმიმართული არის, რომ რაღაცა LGBT ქვია თუ LGBT და ასევე რაღაცა არატრადიციული მიმდინარეობა, სექსუალური მიმდინარეობა ადამიანისა, მაგრამ ეს ესე არ არის, ამას საუკუნეების განმავლობაში უკვე ცნობილია, რომ ეს არის სოდომ-გომორული ცოდვა. და ალბათ არ იქნება ცუდი თუ გავიხსენებთ რას უკავშირდება ეს ყველაფერი.
თქვენ იცით, რომ ძველ აღთქმაში, ბიბლიაში, წმინდა გარდამოცემაში ეს არის ისტორიული ფაქტი, რა თქმა უნდა, არსებობდა ქალაქები სოდომი და გომორი, რომელიც ცივილიზაციის, რა თქმა უნდა, მაღალ დონეზე იყვნენ, მაგრამ და სხვათა შორის ეს არ იყო რაღაცა ათეისტური საზოგადოება. არა, ეს ბიბლია ესეთ რაღაცას არ იცნობს. მაგრამ ეს იყო თავიანთი მიერ გამოგონილი ღმერთის წამდათ მათ და თავის თავში ყოველივე ღვთაებრივი საწყისის ჩაკვლას ემსახურებოდა მათი მდგომარეობა, მათი გაუკუღმართება, ესე ვთქვათ, სექსუალური ჭყალებში, ესე რომ ვთქვათ. და ეს იყო მამათმავლობა, დედათმავლობა და ყოველგვარი გაუკუღმართება. და თქვენ იცით ხომ, აბრაამთან როცა მიდის სამი ანგელოზის სახით მერთი და ეუბნება, რომ ეს ქალაქები, ესე იგი, განადგურების პირა ზღვარზე დგას. და შესთხოვს, ხო, აბრაამი ახლა აღარ დავკონკრეტებით, მაგრამ იქ არის, რომ 10 მართალიც რომ იყოს, ესე იგი, ეს ქალაქი გადარჩებოდა. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ამხელა ქალაქში არ აღმოჩნდა 10 მართალიც კი, გარდა ლოთის ოჯახისა. ესეც იმაზე მეტყველებს, ეს ანუგეშოდ მინდა, თუნდაც დღევანდელი ქრისტიანებისთვის ვთქვა, რომ აი სოდომ გომორშიც კი, ესე იგი, ლოთის ოჯახმა შეინარჩუნა სიწმინდე და ის გადარჩა, რადგან დაიმარხა სწორედ აი გარემოში ის ჭეშმარიტება, რასაც ღვთის დიდება ქვია და ღვთის მსგავსება და ხატება ქვია. მაგრამ სოდომ გომორით ჩვენ ვიცით, რომ ღმერთმა ცეცხლის წვიმა აწვიმა და მოსრა. პირისაგან მიწის ააგავა და დღესაც იქ სახილველი არის ყველასათვის, გადააფარა მკვდარი ზღვა, სადაც თევზიც კი არ ხარობს. აი წარმოიდგინეთ. და არის ესეთი გადმოცემაც კიდე, რომ აი ბიზანტიის დაცემა, ხო? წარმოიდგინეთ ეს უძლეველი, ეს მართლაც ქრისტიანული ცივილიზაციის ერთ-ერთი კერა, ცენტრი და მისი დაცემა, ხო? ესეც ხო ისტორიული ფაქტი არის. და არის ესეთი გადმოცემა, რომ ბიზანტიის თავზე გამოისახა ხელი 5 თითით. და ამაზე მსჯელობდნენ წმინდა მამები თუ რას ნიშნავდა ეს. და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ესე იგი 5 მართალიც რომ ყოფილიყო, ბიზანტი არ დაეცემოდა და გადარჩებოდა. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ დიდი მცდელობა არის და ეს უკვე წლების განმავლობაში ხდება და არსებობს ამაზე დასავლურ სოციალურ ფსიქოლოგიაში ცნობილი ეგრეთ წოდებული ოვერტონის ფანჯარა, რომელიც ამერიკელმა ფსიქოლოგმა ოვერტონმა შეიმუშავა გასული საუკუნის 80-იან წლებში. თუ როგორ, ესე იგი, სოციალურ ფსიქოლოგიური სქემა იმისათვის, რომ ესე თქვათ, როგორ მოახვიოს საზოგადოებას ის, რაც მისთვის არის მიუღებელი. და ამაზე უამრავი ფინანსები იხარჯება. და ჩვენ ვხედავთ, რომ ესე იგი, ეს გულისხმობს ეს ოვერტონის პრინციპი, რომ აი 5 საფეხურისაგან შედგება. მაგალითად, წარმოუდგენელი ხვალ შეიძლება სასურველი აქციოს, იგი პოლიტიკად გახადო. და ვინ წარმოიდგენდა ახლა საქართველოში, აი ჩვენ თუნდაც ჩვენი მშობლების თაობა რო ავიღოთ, ხო? რომ აი გამოვიდოდნენ ესეთი ცოდვით დასნებოვნებული ადამიანები და ისინი მოითხოვდნენ ჭყალებში ვიტყოდი რაღაცა თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის შენიღბული. სწორედ ამაში მდგომარეობს ეს 5 საფეხური, რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ, რომ სწორედ ასეთ გამოიყურება, რომ ესე იგი წარმოუდგენლიდან რადიკალურიდან მისაღებამდე, მისაღებიდან გონივრულამდე და გონივრულიდან პოპულარულამდე და რეალურ პოლიტიკად აქციონ ეს მსოფლიოში. და ჩვენ ვიცით, რომ დღეს ისეთი კულტურის ქვეყნები, თუნდაც ევროპის, დასავლეთზე რომ არაფერი არ ვთქვათ, ანუ არა ყველგან, მაგრამ ბევრ ქალაქში უკვე მიაღწიეს ამ საზოგადოებამ, რომ წარმოიდგინეთ სახელმწიფო დონეზე ერთნაირი სქესიანთა ქორწინება უკვე დაკანონდა. მაგრამ აქ ძალზედ მნიშვნელოვანი არის ჩვენი აი მართლმადიდებლური ქრისტიანული ხედვა, ანუ როგორ უნდა
აი ახლა არის ესეთი ლოზუნგები, რომ თითქოს აი ქრისტიანები არიან, აი ეკლესია არის მოძალადე და მათ ძულს ეს ადამიანები, ლახავს მათ უფლებებს და ფაქტიურად ვინაიდან რადგანაც ჩვენი საზოგადოები, საქართველოს მაცხოვრებელი საზოგადოების უმეტესი ნაწილი თავის თავს მიაკუთვნებს მრევლად თუ არა თulis მართლმადიდებელი ქრისტიანად და ისინი ჩვენი შვილებად ითვლებიან, ისენიც ის დასნებოვნებული ნაწილიც, მაგრამ ესე იგი აი ამ ჩვენს ჭეშმარიტ შვილებზე ამბობენ მის ცოდვაზე ცოდვას ამბობს, რომ ისინი ძალადობენ მათზე. მაგრამ მე ამ ბოლო დროს აი მე ესე აღვიქვი პირადად, რომ არამც თუ ესე იგი ეს უმრავლესობა ძალადობს მათზე, პირიქით დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ვიყავით აი სულ რაღაცა დღეების განმავლობაში, ხო, რაც ჩვენ ვიხილეთ. დიახ, თუ შეიძლება აი ამ ბოროტულ ნაბიჯებს ეგრეთ წოდებს თქვენ წეღარაც ახსენეთ მეუფე როგორ უნდა ავარიდოთ თავი იმიტომ რომ ძალიან რთული არის იმიტომ რომ ძალიან ლამაზად შეფუთული და კარგად და ადამიანის ფსიქოლოგიაზე მოქმედებს ძალიან იმდენად სხვანაირად აქვს შეფუთული და სხვანაირად გაწვდიან რომ აი დაგიწყებენ მაგალითად შეიძლება ადამიანი გძულს როგორ შეიძლება ის ცოდვილი ისიც ღვთისშვილია ისიც ის არა ქვია ის შეიძლება ცხონდეს ხვალ აი და შენ დარჩე ცხონების გარეშე იმიტომ რომ მას დევნი და ასე შემდეგ აი ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ, იმიტომ რომ ვინც დაბნეულია, საერთოდ აღარ რეაგირებს ამაზე. ვინც ის არის აყოლი, ანუ იმდენად სხვანაირად გაიყო ხალხი, რომ ანუ ამ რეაქციასაც არ ველოდებოდი მე, რომ აი ესეთ რაღაცა ზოგისთვის მისაღები გახდა, ზოგისთვის რაღაცა თავზე ხელის გადასასმელი. არ ვიცი, აი ამ მდგომარეობაში ვართ, ვერც მივხვდი, იმიტომ რომ აი მართლა ქართველი ადამიანები ომს და იმას შეჩეული, რომ ბოლოს წყვეტდნენ, ხო, ერთი სიტყვით ყველაფერს, ხო, იტყოდნენ კის, ან არას, ხო და დღეს უკვე ვერც კის ამბობ, ვერც არას და ძალიან დაბნეულია ის ადამიანი, რომელიც მართლა ისეთი გაზრდილი არის და რა ვიცი, ბევრი ადამიანი იყო გამოსული ოჯახის დაცვის დღეს და ესე ამბობდნენ რომ ამაზე თუ მოგვიწერდაო თან უფროსი თაობის ადამიანები გამოსვლა, აი ნახდათ არ მეგონა ხო ყველაფერზე გამოსვლა ძალიან გამოცდილი ესეთი ადამიანები იყვნენ გამოსული, მაგრამ აი ამ შემთხვევაში ჩვენ რა უნდა ვქნათ რომ ჩვენ აი აქედან გამოვიდეთ ისე რომ ის ადამიანებიც არ შეგძულდეს და თან ამბობენ ხოლმე რომ აი ისიც ღვთისშვილია უნდა გიყვარდეს, მაგრამ მას უნდა რომ გიყვარდეს, ან მას უნდა რომ ღვთისშვილი იყოს. მეორე მხრიდან რომ უყურებ ხოლმე ძალიან მე რაღაცა ვფიქრობ რომ არ უნდა პირიქით არც უყვარ ვართ ჩვენ, არც ღმერთი უყვარს, იმიტომ რაც ღვთის არის და რაც ჩვენი არის, ყველაფერს შეურაცხყოფენ და ჩვენ მისი ცუდი რატო უნდა დავიცვათ, რატო უნდა შევიყვაროთ, მაგას ვერ ხვდები და თუ შეიძლება მე ვფიქრე აი რას გვირჩევთ ამ ადამიანებს, როგორ უნდა მოვექცეთ ხოლმე. პირველ რიგში მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა და მადლობა მოვახსენო მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს, ჭეშმარიტ მამას ჩვენი ერისა და არა მარტო კერძოდ ეკლესიისა, რომელმაც დიდ ბოროტებას, დიდ აემოს ჩულოებას დაუპირისპირა სიყვარული. და ეხლა რას გულისხმობ ამ სიყვარულში მე მინდა განმარტო. შეიძლება ამას ზოგი არ აღიქვამს, მაგრამ სწორედ სიყვარული დაუპირისპირა, ანუ უწმინდესმა ეკლესიის მეშვეობით დაუპირისპირა სიყვარული. ესე იგი, ამ თავს მოხვეულ ეგრეთ წოდებულ რაღაცა უფლებებს და თავისუფლებებს ჭყალებში, როგორც ეს მათ ესმით, უწმინდესმა დაუპირისპირა ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა 17 მაისი. რომელიც ესე იგი თურმე არის მსოფლიოში რაღაცა საერთაშორისო ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე. და თქვენ მოგეხსენებათ რომ ოჯახი თვითუფალმა 60-ში აკურთხა, ხო? შექმნა მამაკაცად და დედაკაცად. თავის ხატად და მსგავსად შექმნა ადამიანი, აკურთხა ისინი, უთხრა რომ ინაყოფიერეთ და გამრავლდით და დაეპატრონენით, ხო? მაგრამ ადამიანმა სამწუხაროდ 60-ში უკვდავებას თავისი ნებით დაემორჩილა ცოდვას და ურჩობა გამოამჟღავნა, რამაც დაგვაყარგინა ჩვენ 60 და ვიმყოფებით ფაქტიურად აი ამ განსასწრების ადგილას. მაგრამ აქაც რა თქმა უნდა უფალმა ობლად არ დაგვიტოვა, მოვიდა განკასდა ჯვარს ესვა ჩვენი ცოდვებისათვის, გამოიხსნა კაცობრიობა, თითოეული ჩვენთაგანი ადამიანის ბუნება გამოხსნილია, ეხლა არჩევანი ჩვენზეა, გადავრჩებით თუ არ გადავრჩებით. ჩვენ თავისუფალ არჩევანზე, რა თქმა უნდა. რაც შეეხება
ზემოთ რომელიც აღნიშნე რომ ოჯახის სიწმინდის ტრადიციული ოჯახის სიწმინდის დღე აი სათავეს სწორედ აიქედან იღებს ესე იგი ჯერ კიდე მამაზეც იერ მააკურთხა იგი 60-ში მერე თქვენ იცით ხო კანას გალილეას ქორწილი როდესაც განკაცებული ქრისტე მაცხოვარი მიდის სად იქ სადაც მამაკაცისა და ქალის ქორწინება არის და აკურთხებს პირველი სასწაულიც ხო ამას უკავშირდება ხო და მისი მისვლით მან უფალმა აკურთხა ქორწინება. აი სწორედ ეკლესია, რა თქმა უნდა, ეკლესიის ბუნებიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვძულს ცოდვილი და ქრისტიანს არ შეიძლება რომ ძულდეს ცოდვილი, ღმერთს უყვარს ცოდვილი, მაგრამ სულს ცოდვა. აი სწორედ ესეთი დამოკიდებულება უნდა გქონდეს ჩვენ გიორგი იმ ცოდვილების მიმართ, ვინც აი უკიდურესი ცოდვის მორევში არიან ჩათრეულნი და ამ ცოდვაში იმყოფებიან. მე კი არა, ჭეშმარიტი სიყვარული არის ის, რომ როდესაც ადამიანს რაიმე სნეულება კეთრი მოედება, აი წმინდა მამათა განმარტებით ცოდვა ერთგვარი სნეულება არის, კეთრის ერთ-ერთი სახეობა ესე შეიძლება ითქვას და როდესაც ადამიანს მოედება და ჭეშმარიტი მკურნალი და კეთილი მკურნალი ის არის, როდესაც დაინახავს დასნებოვნებულ ადამიანს და იმას კი არ ეტყვის, რომ შენ არაფერი არ გჭირს. აი მე მგონია, რომ ყველაზე დიდი სიძულვილი აი ამ ადამიანებისა, რომ მათ წირავენ საუკუნო, ესე იგი წარწმედისათვის, ეს არის ყველაზე დიდი სიძულვილი, ვინც ეუბნება მათ, რომ თქვენ არაფერი არ გჭირთ, შეგიძლიათ აი ესეთი გაუკუმართებული არჩევანი გქონდეთ და დაემორჩილოთ ნებებს და დაემკვიდროთ საუკუნეო წარწმედა. რაც რა თქმა უნდა ეს მითეოლოგია არ არის და ჭეშმარიტად ესე არის. დიახ, ეკლესიის როლი აქ მეუფე, იმიტომ რომ ძალიან რაღაცნაირად იცით არის, ძალიან გული მწყდება რაზე იცით. აი აქაც ბევრი სასულიერო პირო მოდის, ხო? თითქოს რაღაცა ყოველთვის ხდება ხოლმე რაღაც თავის მართლება, რომ აი ჩვენ არ გვეზიზღებით, გვიყვარხარ და ესეთი შეუგნებელი როგორ არის ადამიანი, როცა ეხმარები და არ ესმით. და ჩვენ რატომ უნდა განვუმარტოთ, რომ მე შენ გეხმარები? ეხა ეკლესია მაგალითად აი ამ ჩვენვეტმა ის ესო დააწესა, ხო? ამით იმ ადამიანებს ეხმარება, რომ ვიღაცა სხვა ადამიანმა არ დაჩაგროს, არ ცემოს ან ასე შემდეგ, ხო? ეს დღესასწაული დაწესდა და იმიტომ დაწესდა, რომ ვერც მთავრობა ვერ ერევა, ვერავინ ვერ ერევა მათ და რაღაცა ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ სიყვარულით ისევ რაღაცა შევთავაზეთ, რომ მოდი თუ გინებავთ ჩვენთან ერთად, აი რაღაცნაირად იქნებ გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან, იმიტომ რომ ეს ადამიანები მაიზამით ხო უნდა მოკვდნენ, რომ მიხვდნენ, რომ არიან მოტყუებულნი, ხო, ვიღაცა 2 და 3 არასამთავრობოს მიერ ან რაღაცა რომელიღაცა ქვეყნების მიერ, ხო? აი ამ შემთხვევაში მე უფე რა უნდა ქნან, იმის ძალიან მეცოდებიან ის და ბევრი ადამიანი არის ისეთი იქ, რომელიც საერთოდ არ იცის რაზე დგას და რას იცავს, ისიც არ იცის. უბრალოდ გამოდის და დგას რაღაცნაირად და ძალიან ცოდვა ის ადამიანი, ვისაც ესე აზროვნება უჭირს, იმიტომ რომ თუ სიბოროტეში ხარ, აი შეგნებულად მაინც ხო უნდა იცოდე, რომ აი სიბოროტეში ხარ ან არ ხარ სიბოროტეში, ხო? აი ამ შემთხვევაში რო კითხო, მათ თვითონ არ იციან რა. და აი ამასთან დაკავშირებით რა შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ თან ძალიან წინწასულები არიან ვითომ რა თავის ჭკუაში და აი ამ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ ამ წინწასულ ადამიანებს, იმიტომ თან მიგვიქოს ხომ იქნებ რაღაცა ისეთი წიგნები არის, რაც ჩვენ არ ვიცით და მას წაიკითხეთ, არ ვიცი. საერთოდ მოიტანენ ხოლმე ისეთ რაღაცებს, რაღაც ახას, მაგრამ ანუ აი ამ შემთხვევაში ჩვენ რა უნდა ვქნათ? აი მათთან მიმართებაშიც და რომ შეიგნონ იმათ, იმიტომ რომ სულ არ შეიძლება ის უთხრაო მე შენ აი ამით სიკეთეს გიკეთებ და თან ვერ ვაგნებინებთ უკვე მე-5 მე-7 წელია მაინც ვერ ვაგებინებთ, ხო? მადლობთ კითხვისთვის. ნუ უპირველეს ყოვლისა ეკლესიის როლი რა არის აქ? ჯერ კიდევ თქვენ იცით, რომ მაცხოვრის უპირველეს ქადაგება ეს იყო შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არ სასუხეველიცად. და ალბათ უპირველესი სიტყვები წმინდა ეკლესიისა სწორედ ეს არის, რომ შეინანონ მათ რამე თუ მოახლოებულ არ სასუხეველიცად. რას ნიშნავს მოახლოებულია სასუხეველიცად? თუნდაც იმას, რომ რასაც წმინდა მამები ამბობენ, რომ იცხოვრე როგორც დღე უკანასკნელი, რათა არა შესწოდო. იმიტომ რომ არასწორი არის, რომ იცხოვრო ცოდვაში და თქვა, რომ აი ხვალმოვინანიები, იმიტომ რომ ჩვენ ხელთ არ არის ხვალინდელი დღე. უფალმა უწყის, ხო ეს თუ კი აქ არის საუბარი იმაზე, რომ
რა თქმა უნდა, ადამიანი შეიძლება გაუკუმართეს და დარჩეს შეუნანებლობაში, ანუ არ შეინანოს. ეხლა წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებს მოვიშველიებ, რომ ადამიანი იმისთვის კი არ დაისჭება, რომ ის ცოდავს, არამედ იმისათვის, რომ ის არ ინანიებს. ანუ ცოდვისაგან არავინ არ ვართ დასხვეული. აი, თვით პავლე მოციქულიც ამბობს, რომ ცოდველთა შორის უპირველესი მე ვარ, ხო? ეხლა ჩვენ დღევანდელ საუკუნეში მცხოვრებ ადამიანებმა თუნდაც სასულიერო პირებმა რა გვეთქმის, ხო, რა უნდა ვთქვათ, მაგრამ აი, განმასხვავებელი ნიშანი ქრისტიანისა და შეგნებული ადამიანისა ის არის კეთილგონიერება, რომ ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ცოდვას. ჩვენ აი თითოეული ადამიანი არის ერთგვარი მარგალიტი. შეიძლება ის ჩავარდეს ტალახში, მაგრამ რაც არ უნდა ის ამოითხვაროს ამ ტალახში, თუ მას გაასუფთავებ, ხომ, ის დარჩება აუცილებლად იმ მარგალიტად ღვთის ხელში. ასე რომ აი თუ კერძოდ კონკრეტულად შევეხებით, ესე იგი, რაც ვიხილეთ ჩვენ ეკლესიამ, საზოგადოებამ, ჩვენმა მოსახლეობამ ამ ბოლო დროს რაც მოხდა, ხო? ეს იყო რა? საიდან დაიწყო ეს ყველაფერი ალბათ? ნუ ეხლა გულისხმობ რაღაცა რამოდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებს, ფიქრობ ძალიან დიდი დაძაბულობა იყო საზოგადოებაში და ძალიან დიდი საფრთხე ბეწვის ხიდზე გაიარა ჩვენმა საზოგადოებამ. თუ არ მოხდარიყო რაღაცა დიდი დაპირისპირება, ხო? და რაღაცა კიდე რაღაც პროვოკაციებს არ წამოგებულიყო. ნუ ჩვენ ვნახეთ, რომ დაკავებული იყვნენ ნარკორეალიზატორები კონკრეტულ ერთ-ერთ კლუბში, რომელსაც რატომღაც ქვია ბასიანი, ხო, აქაც აი თვითონ ბასიანი, შამქორი, დიდგორი, ხო, ძლევა ისაკვირველი. ეს ყველაფერი ჩვენი ისტორიული ცნობიერებასთან კავშირში არის, ჩვენ წინაპრებთან, ჩვენ წინაპართა იმ დაღვრილ სისხლთან. და ესეც ფიქრობ, რომ აი ახაც კი რაღაცა მიზანმიმართული ფეხქვეშ გათელვა არის ჩვენი აი იმ ისტორიული ცნობიერებისა და თუნდაც სიწმინდისა. იგივე სიწმინდე არის ეს ყველაფერი, ხო? ხო და მაგრამ რა თქმა უნდა, იქ ყველა ესეთი არ იყო. ყველა ამ ცოდვით შეიძლება არ იყო დასნებოვნებული და იქ იყვნენ უბრალოდ ალბათ აი ესეთ რომლებიც აი ესეთ ბოჰემურ ცხოვრებას ეწევიან, ჩვენი საზოგადოების ახალგაზრდები, ჩვენი შვილები არიან ისინიც, კაცო. როგორც უფალი ამბობს, ხო, რომ ბევრია ეზოსგარეთ და მოყანებად არიან ისინი. არავინ არ იცის, ვინ ხვალ რა გზას აირჩევს და როდის დაადგება ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტების გზას, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღშია და არის მაცხონებელი და გადამრჩენელი და აუცილებელი ადამიანისათვის. თუმცა კი ღმერთი არავის არ აიძულებს, მით უმეტეს არც ეკლესიის მსახური, ხო, თავისუფალი არჩევანი აქვს ღვთისაგან ადამიანს მინიჭებული და ეს მან უნდა გააკეთოს. უბრალოდ ეკლესია ვალდებული არის, რომ დაანახოს, სად არის კეთილი და სად არის ბოროტი, სად არის წყდიარი და სად არის ნათელი. რა თანაზიარი აქვს, ხო, ბელიარს ქრისტესთან, ნათელს ბნელთან არაფერი. ხო და როდესაც და ნაწილობრივ ალბათ აქ იყვნენ ზუსტად ის იდეოლოგები, აი ამ რაღაცა მოძრაობისა, რომელიც შეეცადა, რომ სწორედ თუნდაც იმ გულუბრყვილო ახალგაზრდებისათვის, რომლებიც დღეს ესე ცხოვრობენ, მაგრამ ხვალ არავინ არ იცის, რომ ჩემზე და თქვენზე უკეთესი ქრისტიანები გახდებიან ისინი. ქრისტიანები იმ გაგებით, აი ეს ცხოვრების წესით, თორე ახლა იქ ალბათ უმეტესობა ნათელღებული იქნებოდა. ხო და აი ამ საზოგადოებას, ამ ახალგაზრდების ჯგუფს მოახვია თავზე, რო თითქოს აი თქვენ ვიღაცა თავისუფლებას გიზღუდავს, არის ძალადობა და მოდი აი ახლა გავილაშქროთ და მოვითხოვოთ ყველაფერი. ჭყალებში ეს თავისუფლება, ესე იგი თურმე ნარკოტიკების ლეგალიზაცია, რაც უდიდესი ბოროტება არის და ნუ იქ ამით მარტო არ შემოიფარგლა, ხო, იქ უკვე ჩვენ ვნახეთ ისეთი სახეები და ნუ აი აქედან დაიწყო ეს ყველაფერი და რაც ჩვენ საზოგადოებაში გამოიწვია უდიდესი აღშფოთება რა? იქ სადაც 9 აპრილის მემორიალთან, იქ სადაც ჩვენი ერის ბედი გადაწყვეტილა. იქ სადაც ჩვენი წინაპართა, წინაპარია ნუ ის ყველა, ვინ ჩვენ წინ არის წასული და მათი უწმიდესი სისხლი დაღვრილა ჩვენი ერი, ჩვენი თითოეული ჩვენთაგანის მათი დამოუკიდებლობისათვის. ჭეშმარიტი თავისუფლებისათვის და არა აი ამ ფსევდო თავისუფლებისათვის, რასაც ცენი უკადაგებდნენ და აი წარმოიდგინეთ, იქ მათ მოაწყვეს საშინელი სანახაობა, მე ესე ვიტყოდი. ეს იყო პირდაპირ, ვთქვათ, ერის სულში ჩაფურთხება. ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ ადგილს თვლის, მისთვის ეს არის საკრალური ადგილი
და ჩვენ ნახეთ ვიხილეთ ის რაც ვიხილეთ. აი ამან აღაშფოთა ჩვენი საზოგადოება. აი ამან მიიყვანა იქ ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა, ახალგაზრდებისა, რასაც მე რა თქმა უნდა პოლიცია სახელმწიფო ჩადგა მათ შორის და მადლობა ღმერთს რომ სწორადაც მოიქცა რომ არ მოხდა მათ შორის დაპირისპირება. ჩვენ იქიდან გავიგონეთ უხამსი სიტყვები, ხო? და თითქოს ისეთი პროგრესული ადამიანებისა ჭყალებში მათ ეძახიან, მათ თავის თავს ეძახიან პროგრესულს. მათ თავიანთი თავი მიაჩნიათ განათლებულად. და იქ სადაც მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდია. მერაბის მართლაც დაუვიწყარი სიტყვები, რომელმაც ერთს მიმართა 9 აპრილს, იქ სადაც ჩვენი უწმინდესი პატრიარქი მიმართავდა ჩვენს აი მაშინდელ თანამემამულეებს, ხო, რამაც თავისუფლება, ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა მოუტანა ყოველ შემთხვევაში დეკლარირებულად ფურცელზე ჩვენს ქვეყანას, მაგრამ იმ დღიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ეს მათი მონაპოვარი, ეს არის ჩვენი ყოველდღიური ბრძოლა. ეს არ ნიშნავს, რომ აი მოვიპოვეთ მაშინ და დღეს ჩვენ თავისუფლები ვართ. და აი ეს ყველაფერი მერე გაგრძელდა რითი? მოვიდა 17 მაისი. რამაც რა თქმა უნდა გარკვეულმა საზოგადოების აი ჭყალებში პროგრესულმა ნაწილმა კარგად გამოიყენა. ვინ უზღუდავთ მათ თავისუფლებას? არავინ არ უზღუდავს. არავინ ასეთი დასნებოვნებული ადამიანის ცოდვილებს არავინ არ უვარდება სახლში. არავინ არ უვარდება ოფისებში. მე ყოველ შემთხვევაში ახლა ესე შეიძლება ერთეული რაღაცა კონკრეტული ფაქტები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ეს ყველგან ხდება და ყველა შეიძლება ნებისმიერ ადამიანს აი ესეთი რაღაცა შემთხვევას, მაგრამ როგორც ესეთი რომ ამნიშნით ჩვენთან ვიღაცა ქუჩაში ვიღაცას ცემდეს ძალადობა რა თქმა უნდა ქრისტიანული ბუნებისათვის, ქრისტიანისათვის ცალსახად მიუღებელია, მაგრამ აი მე არ შემიძლია არ აღნიშნო ის რომ ჯერ ერთი მათი თავისუფლება იქ თავდება, სადაც იწყება სხვისი. და შენი თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ აქ მინდა მკაფიოდ დიახ და ფეხით გათელო და შელახო. და აქ აი ეს არის ყველაზე დიდი ძალადობა. მე ამას ვიტყოდი. და მკაფიოდ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს რა დგას, ამის უკან დგას ისეთი ძალები, რომ აქ ჩვენთვის რა არის მიუღებელი, აი ქრისტიანებისათვის საზოგადოებრივი არა აქ მარტო ქრისტიანებზე საუბარი. ხო, ამ ძალებს როგორ უნდა მოვეპყროთ? აი ამათ უკან დგას გიორგი, ამის თქვა მინდოდა რომ სწორედ აი ესა ფინანსებით აღჭურვილი იდეოლოგიით გაჟღენთილი ძალები, რომელსაც უნდა აი ამ აღვირახსნილი სოდომ გომორული ცოდვის პროპაგანდა თავს მოახვიოს საზოგადოებას. რომ ამას შეეგუოს, აი თქვენ გითხარით ზევით აღნიშნე ოვერტონის პრინციპი, ხო? რომ შემგუებელი გახდეს ამისი. თორემ მათ თავისუფლებაზე აი ეს არის. ძალიან დიდი მადლობა და მე აღნიშნე კიდევ წინათ გადაცემაში, რომ აი უნდა ბოროტს, რომ გამოიყენოს ისე, რომ რაღაცა უშვილო ადამიანებმა იზეიმონ 17 მაისი და ჩვენი უწმინდესის, ჩვენი ეკლესიის ამხილად დამსახურება, რომ პირიქით მრავალშვილიანებმა იზეიმეს წერს და ძალიან მიხარია ეს ყველაფერი და მე ერთ რაღაცას დავამატებდი, რომ მოგესალმებათ, რომ მე გახლავართ მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსი და აი წარმოიდგინეთ 17 მაისს ჩვენთან მოვიდნენ აზერბაიჯანელი ჩვენი მეგობრები, იქ მაცხოვრებლები ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული ესეთი ურთიერთობები მათთან და მათ შემგან ფაქტიურად ესე გამოვიდა რომ აი ნებართვა ლოცვა-კურთხევა აიღესო თუ შეიძლება რომ ჩვენც გვინდა ამ საზეიმო მსვლელობაში მივიღოთო მონაწილეობა და რამოდენიმე ესე იგი ავტომობილით ისინი ჩამოვიდნენ და შემოუერთდნენ ამ ოჯახის სიწმინდის დღეს. ასე რომ ეს არ არის რაღაცა მარტო ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილი დღესასწაულად კი არ გადაიქცა, ეს საყოველთაო ესე იგი დღესასწაულად იქცა ერის დღეს და ჩვენთან მაცხოვრებელი ნებისმიერი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების ადამიანისათვის, მისთვისაც ფასეული არის ოჯახი, ტრადიციები, სიწმინდე, იმიტომ რომ ოჯახის არის მართლაც საძირკველი ჩვენი სახელმწიფოებრიობის.
ორმესი მადლობა და რამდენად ჩვენ მოგვეკითხება აი ამ შემთხვევაში სად უნდა ვიყოთ ჩვენ დამთმობები, სად უნდა ვიყოთ რადიკალები, სად უნდა ვიყოთ დიპლომატები, თუნდაც რაღაცა ურთიერთობა არის, როცა უნდა იყო რაღაცა უფრო დინჯად შეხვდე, უფრო რაღაცა მოთმინება საჭიროებს. აი ქრისტიანულ თვალსაზრისით სად არის რომ სად მთავრდება ჩვენი ის მომენტი, რომ აი მე ღმერთს შემღმერთ შეურაცხყოფენ და მე სახში არ უნდა ვიჯდე. აი ეს ვერ გაირკვა ადამიანი ამაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სასულიერო პირი, მე უფე ფსევდოლიბერალები თუ არ ვიცი რა დავარქვა, ბევრი ქადაგება ინტერნეტითაც ძალიან აი ინტერნეტის ძირითადად რა ქადაგებებიც ისმინება, ხო აი 80% ეხლა მე აქედან უბრალოდ ვერ ვიტყვი ხოლმე, იმიტომ რომ ჩემი არც კოლეგები არიან, არც შინაურები, მაგრამ ბევრი აი უცხოეთში არის სასულიერო პირი, რომელიც ქადაგებს არასწორად. და ეს რაღაცა თავს ახევს თავის აზრებს და ისინი არეკლამებენ ამას, სანახავი არის რაღაცა ეს ქადაგებები და ძალიან ცუდი არის, რომ ხალხზე მოქმედებს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მაინც ის ადამიანი სასულიერო პირის კაბის ქვეშ დგას და მაინც რაღაცნაირად ხალხზე მოქმედებს ეს ყველაფერი და აი რამდენად ჩვენ სად უნდა დავიჯეროთ, ან ჩვენ თვითონ სად უნდა მივხვდეთ, მე უფე რომ ვიღაცა თუნდაც გვეუბნება რომ აი გამოდით ამათ სიტყვაზე მოვღოთ ბოლო, ან არ გამოხვიდეთ, არ მოვღოთ, ხო ორ ნაწილად არის დაყოფილი. აი ამ შემთხვევაში ჩვენ თვითონ როგორ უნდა მივხვდეთ, ხო მარტო ის ხო არ არის რომ აი მაინც მოძღვარმა გითხრას, ხო იქნებ ვიღაცა სახში ზის და უბრალოდ აი ფიქრობს, აი თქვენი არ იყოს, აი აზერბაიჯანელი ადამიანი სულ არ ყავს, ხო მას მოძღვარი, მაგრამ გამოვიდა და თქვა რომ სიტყვაზე აი ესე მინდა გასვლა, ხო თქვენთან მივიღო მონაწილეობა, ხო? აი ამ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ ჩვენით როგორ უნდა მივხვდეთ, იმიტომ რომ ძალიან დაბნეულია ხალხი, ძალიან ბევრ ადამიანს მოისყიდეს თუ არ ვიცი რა უქნეს, ამით ბევრი ადამიანი ქადაგებს იმას, რომ სიტყვაზე 17 მაისს იმათვის რომ გესმიან შეიძლება ეს არც შემდგარიყო რა, ფაქტიურად ეს დღესასწაული ჩვენი და უნდა ყოფილიყო მათი, რომ აუ როგორ გადიხართ კაცო ადამიანებს აცალეთ იქნებ რაღაცა აი სიტყვაზე რა ჩემთვის ყოველთ მიუღებელი და ამ ადამიანების დამცველები პირიქით იმის მაგერად რომ უთხრა რომ ადამიანებო თქვენ ძალიან მოტყუებულნი ხართ, ხო? აი ამ შემთხვევაში ჩვენ როგორ უნდა განსაზღვროთ მართალმტყუანი, იმიტომ რომ მართლა დაბნეულია ხალხი, თქვენც ხო იცით მე უფე როგორი ქადაგებებია ორმხრივი რომ ვერ გაიგებ უბრალოდ და აი სად უნდა იყო დიპლომატი, სად უნდა იყო რადიკალი და ასე შემდეგ. თუ შეიძლება აი ამ შემთხვევაში სად უნდა დავიცვათ ჩვენი ღმერთი? დიპლომატიაზე მე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ურთიერთობები მაქვს დამთავრებული და მაქვს ამ კუთხითაც განათლება. უფალი ბრძანებს, რომ იყავით მეცნიერ და ბრძენ ვითარცა გვენი და უმანკო ვითარცა მტრედნი. მართლმადიდებლობა ეს არის სამეუფეო გზა. არც მარჯვნივ და არც მარცხნივ გადახრა. ეს არის აი ესეთი ოქრო შუალედი, ანუ სამეუფეო გზა. ხო და არც გადახრა. და არც გადახრა. კი ბატონო. რა თქმა უნდა, აქ იცით, უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტი, რომ სად არის ზღვარი, ესე იგი ჩვენ სვამთ ესე კითხვას, რომ აი როგორ დაიცვას აი ამ დროს ქრისტიანმა თავისი თავი, რომ მას არ წამოაძახონ, რომ შენ ხარ მოძალადე და თითქოს შენი რელიგიაა მოძალადე. ეხლა იცით რა არის ესე რომ ვთქვათ აქ თავარი საფრთხე, რაც ჩვენ ერმა იბრძნო და ეს მარტო ჩვენმა ხალხმა კი არ იბრძნო, ეს მთელ მსოფლიოში ეს არის 21 საუკუნის სენი. თქვენ იცით რომ ესე ვთქვათ, აი ფსიქოლოგებიც კი და მედიცინის სპეციალისტები თუ არ ვწდები 96 წლამდე ამას თვლიდნენ, ანუ სამედიცინო ენითაც ეს ითვლებოდა ეს ცოდვა, სოდომ-გომორული ცოდვა, რა მე ესე ვიტყოდი და დავიტოვებ ამის უფლებას, იმიტომ რომ ვერ აი დღეს მცდელობა არის სწორედ 21 საუკუნეში, რომ ცოდვა შეიფუთოს რაღაცა, ესე ვთქვათ, რაღაცა ტერმინოლოგიით, რომ ადამიანისთვის აი ყურის მომჭრელი არ იყოს, აი მაგალითად შვილთა კლას დედის წიაღში აბორტი დაარქვეს და ნუ ეს არის რაღაცა სამედიცინო პროცედურა, რომელიც თითქოს ამ დროს გვაქვს უმძიმე ცოდვასთან ჩვენ საქმე, ანუ დედის წიაღში საკუთარ შვილს კლავს დედა, ხო? აი ჩვენ უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს ჩვენ ქვეყანას. გადაშენების პირას ვართ. თქვენ იცით, რომ ოფიციალური სტატისტიკები არსებობს, 28%-ით შეიძლება შემცირდეს
50 წელს ამას გვიქადის გაეროს კვლევები, ეს ოფიციალური კვლევები არის, როდესაც ჩვენი მეზობლები, მერთმა ყველა კარგად ამყოფოს, რა თქმა უნდა, ეს არ არის რაღაც შურით და იმით ნათქვამი, მერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ანუ ეს ამან უნდა დაგვაფიქროს, რომ რა გვჭირს, რა ჭირს ჩვენს ერთს, როდესაც აი სომხეთში 7-8%-ით არის შობადობა უფრო გაზრდილი, 30%-ით აზერბაიჯანში და ჩვენ პირიქით დაღმა მივექანებით. ესე იგი შეიძლება ჩვენი ერი 2050 წელს ეს ოფიციალური სტატისტიკა არის, რომ 1,700,000 შემცირდეს, ქართველ ეთნოსია აქ საუბარი. როდესაც მთელ ამიერკავკასიაში ყოველი მესამე იყო ქართველი. და წმინდა ოსია წინასწარმეტყველი სიტყვები მინდა გავიხსენო, რომ ერი რომელიც გაირყუნება, ის ვერ გამრავლდება და მოისპობა. ხო და სწორედ აი შეიძლება ითქვას აი ამ წინასწარმეტყველი სიტყვები სწორედ ამ ცოდვაზე მით უმეტეს არის აქ საუბარი. რა თქმა უნდა, ყველა ცოდვაზე, რომელიც ნარკოტიკებზე მოაკვდინებს ადამიანს, რა თქმა უნდა. აი ნარკოტიკებითაც ახლა მე რამდენადაც ვეცნობი სხვადასხვა ინფორმაციებს, მესამე ადგილზე ვართ მთელ სოფლიოში ნარკოტიკის მოხმარებით. აი ამ დროს როგორ შეიძლება, როცა ჩვენ ვითხოვთ, გარკვეული ჯგუფი ითხოვს ლეგალიზაციას და ასე შემდეგ ნარკოტიკების. რა თქმა უნდა, აქ შეიძლება ჩვენ ვიზრუნოთ იმაზე, როგორ უშველოთ აი ამ დასვენებულ ადამიანებს, როგორ შეუმსუბუქოთ სიტყვაზე, რომ როგორც ხდებოდა წინა მმართველობის დროს, რომ რაღაცა მცირე აი ესეთი ნარკოტიკის მოხმარებისთვის, ну ფაქტიურად რამის უშჭიდნენ მთელი ცხოვრება ციხეში ამყოფებდნენ. ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ ის რომ ეს ყველაფერი დასაშვები გახდეს და ამას თავისუფლების საფარველი ქვეშ მოვაქციოთ, ეს არის ყოველად მიუღებელი, იმიტომ რომ თავისუფლება არ ნიშნავს აღვირახსნილობას. პირიქით, თავისუფლება არის შენი თავისუფლობა, შენი თავისუფალი უნდა იყო და თუ შენ ნებების ტყვე ხარ, აი ყოველი ადამიანი რა თქმა უნდა რაღაც ცოდვით ვარ დასნებოვნებული და ამას ვებრძვით ჩვენ თავში. მაგრამ თუ შენ ნებების ტყვე გახდი და ამას დაემონე, ესე იგი შენ ხარ მონა და არა თავისუფალი, ხო? შეიცან ჭეშმარიტება უფალი გვეუბნება და ჭეშმარიტება მან განგათავისუფლოს შენ. და ნეტარ არიანო ხო რომელთა დაეფარნენ ცოდვანი მათნი და ესე იგი მიეტევნენ უსჯულოებანი მათნი. იმიტომ რომ რა თქმა უნდა წმინდა წერილი ბიბლია იცნობს ისეთ დიდ წმინდა ადამიანებსაც კი რომლებიც ცოდვას ვერ ასწნენ, ვერ განერიდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა მათ ხატება მსგავსება ღვთისა შეინარჩუნეს და ისინი წინასწარმეტყველებად დიწმინდანებად გვევლინებიან დღეს, ხო თუნდაც გავიხსენოთ ისრაელის მეფე წინასწარმეტყველი დავით მეფსალმუნე, ხო? რომელმაც ურია ქედელი მოკლა და ფაქტიურად აიმბრუშობის უმძიმეს ცოდვაში ჩავარდა. მაგრამ თქვენ ესე იგი უქადაგა, აი აქაც მოძღვარმა შეიძლება ესე ითქვას, უქადაგა მას ერთ-ერთმა წინასწარმეტყველმა და მან შეინანა რა დროსაც დაწერა, ხო, 50 ფსალმონი, რომელიც სინანულის ლოცვად იქცა, ხო? მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და აი ეს აქედან გამომდინარე ცოდვას არაფრის დიდებით არ უნდა შეეგუოს ჩვენი ერი და მე მგონი კითხვას გავცდით ახლა, მაგრამ შეიძლება დაუბრუნდეთ და დიახ, ჩვენთან ახლა მე უკვე ძალიან ბევრი რაღაც წეღანიც რაღაც ვახსენე იმათ, რომ ძალიან ბევრი აი ბოროტულად თუნდაც აი თქვენ აი რაღაცა დაგვა კომპლექსეს თითქოს ჩავკეტეს იმაზე, წეღანაც ეს არის ერთ-ერთი მეთოდი. დიახ, აი ძალადობის, აი მეთოდი არის, როგორ უნდა ეს არის მიზანმიმართული. მე ვფიქრობ, რომ მიზანმიმართული კამპანია წარმოებს ეკლესიის წინააღმდეგას და ზოგადად ჩვენი ერის წინააღმდეგ არის დიდი შეთქმულება. რომ ისეთ ერს, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ცივილიზირებული, ესე იგი ქრისტიანულ წიაღში არის გამობრძმედილი, გამოზრდილი, უამრავი ეს არ მინდა ტრაფარეტული სიტყვები არ არის ეს, მაგრამ 100,000 მოწამე ყავს, 6,000 გარეჯელი ბერი ყავს და ის უამრავი მოწამე მეფე დედოფლები, ხო, ამისთვის ეწირებოდნენ, ამისთვის დებდნენ თავს და ჩვენ ვიცით რა არის, ისტორია უნდა გავიხსენოთ. როდესაც ჩვენი ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე იდგა ჩვენი ერი,
მე გაგახსენებთ მარაბდის ველს. იქ ხარჭაშნელი რუსთველი მროველი ეპისკოპოსები ფიზიკურად აი ამ ძაძებზე გადაიწვეს ჯაჭვის პერანგი და ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენ. და ეხლა შეიძლება ისინი ვინმე მონათლოს რაღაცა მოძალადეებად, იმიტომ რომ აი მე ვფიქრობ, რომ ისინი ჯურზე მაღლა დადგნენ იმ წუთას, იმიტომ რომ ეხლა რომელ ქრისტიანობაზე იქნებოდა საუბარი, მათ რომ თავი არ გაეწირათ, ხო? ამიტომ არის რომ მე ვფიქრობ, რომ აი თუნდაც ის ახალგაზრდა მინდა, მე პერსონიფიცირება ხა მოვერიდები ადამიანებს, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო ის არასრულწლოვანი ახალგაზრდა, რომელიც შევიდა და სხვათა შორის მე მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო, რომ ეხლა ვიღაცამ უთხრა რომ მიეპარა რაღაცა არა. სხვათა შორის შევიდა და ის ძალიან ყურადღებით უსმენდა იქ გამომსვლელ ადამიანს. ისიც პატარა ბიჭი იყო, რომელმაც პირდაპირ დაგმო ღმერთი. რომ ამბობდა, რომ ესე იგი ღმერთსაც არავინ არ ეკითხება და რომ სიყვარული არის თურმე სიყვარული. სიყვარული, ჭეშმარიტი სიყვარული თუ არ არის, ესე შეიძლება ის სიყვარული მათი გაგებით უწოდო ყველაფერს. და აი ამის მერე მე ვფიქრობ, რომ მან ვერ მოითმინა ის ყველაფერი და შეიძლება ესე ითქვას, რომ კრეფსითი საქართველოს კი ჩავატიოთ ამ ბავში, რომელმაც ცილა გააწნა რას? ეხლა ქრისტიანებს ის კი არ გვიხარია, რომ ვინმეს ხელს გაარტყამს. არა, რა თქმა უნდა, ქრისტიანული ბუნებისათვის ეს არის აბსოლუტურად ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ აი ცილა გააწნა რას? უღმერთობას. აი თუნდაც გავიხსენოთ წმინდა ნიკოლოზი, ხო? აი საყოველთაოდ აღიარებული წმინდა დიდი მღვდელთავარი, რომელიც სოფლიო კრებაზე არიოზმა, რომელსაც ესე იგი ვერ დაიტია ის ღვთის კრეხელური გმობა, რომელსაც ის გმობა და კვერთხი ჩაარტყა. და თქვენ რა თქმა უნდა მაშინდელმა მღვდელთავრებმა და ქრისტიანებმაც კი ეს მიუღებელ საქციელად მიიჩნიეს მღვდელთავრისათვის და მას პატივი აყარეს. და იმ ღამესვე რამოდენიმე მღვდელთავარს გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მაცხოვარი, ესე იგი სახარებითა და ღვთისმშობელი ომოფორით, ესე იგი მღვდელთავრობას მას თვით ზეციური დედოფალი და მაცხოვარი უბრუნებდა. და ეხლა ამით ის კი არ მინდა ვთქვა, რომ ანუ არის რაღაცა ისეთი, რაც ადამიანები ვართ ჩვენ პირველ რიგში, მიწიერი ადამიანები ვართ, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, რასაც შეიძლება ვერ მოითმინო და აი ესეთი ის ქმედებით გამოხატო და მე ამას დაარქვან მე ძალადობა და მე პირიქით ვიტყოდი. მთელი იმ დღის განმავლობაში მიდიოდა მთელ ერზე, მთელ ჩვენს ქვეყანაზე ფსიქოლოგიური ყველა ადამიანის ფსიქიკაზე უდიდესი ძალადობა. და თუნდაც აი როგორ შეიძლება ახლა ჩვენ რა არ გვინდა, ანუ ჩვენმა ხალხმა დაინახა რა საშიშროებაზე აქვს საუბარი, რომ ის კი არა რომ ის ადამიანი, ვინც ამ ცოდვაშია ჩავარდნილი, ხო? ეკლესიის წიაღი ყველასათვის არის ღია. ცოდვილები უფალი ცოდვილთათვის განკასდა და არა მართალთათვის, ხო? მაგრამ ამას უნდა სწორი გაგება, რომ როცა მონანული მოდის ნებისმიერ ცოდვაში ჩავარდნილი, თუ კი ის გულწრფელად აღიარებს ღვთის წინაშე, რა თქმა უნდა, ეკლესიის მადლით მას მიეტევება, აღიხოცება მისგან ცოდვა. მაგრამ თუ ის აი ამ ცოდვაში არის შეუნანებელი, აი სწორად უნდა გავიგოთ, რომ აი ზოგი იძახის, რომ ღმერთი მოწყალია და მე რა რომ ცოდვილია და ნუ არა, მოწყალი არის მონანულთათვის. აი იქ მეძავზე როცა არის საუბარი, ხო, უფალმა ის კი არ უთხრა, რომ რა ქვია, აი შენ მიგეტევა ცოდვები და წადი ახლა და რაც გინდა ისგენი, არა. არამედ მას აი სწორედ რომ დაადგა სწორ გზას ამით ცხონდა. ავაზაკი ავაზაკობით კი არ შევიდა ცათასასუფეველში, არამედ ავაზაკმა მოინანია ჯვარცმულმა ავაზაკმა თვით მაცხოვარში ამოიცნო მხსნელი და საუკუნე ცნობილი მისი სიტყვები, ხო, მომიხსენე უფალო, ოდეს მოხვიდეს უფევით და შენითა და პირველი იგი შევიდა ცათასასუფეველში. ასე რომ აი ამ მუნძიმეს ჩავარდნენ ცოდვაში ადამიანებს რა თქმა უნდა მოუწოდებდით სინანულისაკენ და ეკლესია ხელს არავის არ კრავს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეკლესია არ შეეგუება რას? არასდროს არ იტყვით, ჩვენ არასდროს არ ვიტყვით, რომ ცოდვა ეს არის ნორმა და ეს არის ჩვეულებრივი და რაღაცა ეს უნდა მივიღოთ. აი ეს საფრთხე იგრძნო ჩვენმა ხალხმა, აი ამის უკან ამ ცოდვილ, აი საწყალ ადამიანებს ამ ცოდვაში ჩავარდნილებს ხომ ეხლა ნიშნის მოგებით კი არ ვიძახით, რომ რაღაცა
ყველა ცოდვილები ვართ და მათ შორის მეც, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ვცდილობთ, რომ არ შევეგუოთ ცოდვად და გავხდეთ ხვალ უფრო უკეთესები, ვიდრე დღეს ვართ. და სწორედ ეკლესია ამის საშუალებას აძლევს თითოეულ ადამიანს და მისი მაცხონებელი წიაღი. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ამის უკან მდგომი იდეოლოგია, რომელიც აი ნაბეჯ-ნაბეჯ მიიწევს წინ, რომელიც მსოფლიოს გადაგვარებისკენ მიყავს და შედეგი ხომ ჩვენ ვიცით, არა, ეს არის ისტორიული დადასტურება სოდომ გომორი. აი ნოეს თუნდაც ავიღეთ ნოეს პერიოდი. უფალი რას ადარებს თავის მოსვლას იძახის, რომ კაცის ძის მოსვლა იქნება როგორც ნოეს დროს. როცა გამრავლდა, ესე იგი უფალი იძახის, რომ გამრავლებითა უშჩულოებისათა განხმეს სიყვარული მრავალთა, ესე იგი გარყვნილებას შემოაქვს სიყვარულის დეფიციტი, რაც გადაიზრდება უდიდეს სიძულვილში ადამიანების მიმართ. დაპირისპირებისა და აი აქ არის სწორედ სოფლიოს დასასრულით შეიძლება ესე ითქვას, რა ვიცი. ძალიან დიდი მადლობა და თუ შეიძლება მე უფე აი საქართველოს ადამიანებს ყველაზე დიდი ტკივილი არის ის რომ ნუ ეხა ერთმანეთი რო ტკივა გარდა იმისა კიდე ძალიან დიდი ტკივილი არის აფხაზეთი და ის დაკარგული ტერიტორიები რაც გვაქვს და ანუ სახელმწიფო იმას რო უშვებს სიტყვაზე ამ ნარკოტიკების რაღაცა უკანონებს ყველას იმას რეალიზებას და ყველაფერს უშვებს რა ვიცი აბსოლუტურად ამ 17 მაისს რაღაც ამათ აი ეს ადამიანები აი გონებით რამდენად არიან მზად იმისათვის რომ აი სამომავლოდ სიტყვაზე მაგთაობამ აი ამ გამორთულმა თაობამ მე ამათ უწოდებ გამორთულ თაობას სრულიად იმიტომ რომ თვითონ მართვის უნარი მართლა არა აქვს და ვიღაცები მართავენ და გარდა იმისა კიდე ძალიან ბოროტი ვიღაცები მართავენ და 4 წუთი დარჩა და რას ურჩევთ თვითონ იმ ადამიანებს სიტყვაზე იმიტომ რომ ეს ადამიანები ამის დამბრუნებლები რო ვერ არიან ალბათ ჩვენმა წინაპრებმა უკვე იციან და როგორ ნანობენ ალბათ რისთვის მოვიყალეთ თავებიო რომ ამათ ხელს თუ ჩავარდებოდა ჩვენი მომავალია და თუ შეიძლება თან ყველაზე ცუდი ის არის მე უფე რომ ესენი კიდე შეიძლება სანატრელი გახდნენ ისეთი თაობა წამოვაო ესენი ამბობენ ჯვარი გვეწეროს მაგრამ ნუ არის ხო ამის მოლოდინი ხო და აი ამ შემთხვევაში მე უფე ესენი ამდენად არიან ამ ყველაფრის გამკეთებელი იმიტომ რომ ამ თაობა მიდის ჩვენ წავალ და აი ამათ ხელში უნდა დარჩეს და აი ესენი ამდენად დაიბრუნებენ იმ ყველაფერს რაც ჩვენ დავკარგეთ ან თუ უნდა გქონდეს საერთოდ იმედი რა არის რა თქმა უნდა უწმიდესი ხშირად იძახის რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ეს არის ღია ჭრილობები ჩვენი ერის სხეულზე ანუ ჩვენი ქვეყნის სხეულზე და რა თქმა უნდა აი ჩვენ თუ სულიერად ამ ყველაფერს შევხედავთ სწორედ შეიძლება ესე ითქვას რომ ჩვენი ცოდვის შედეგი არის ხომ თორე ღვთისთვის რა არის ეხლა არაფერი არ არის ღვთისთვის არც ამერიკა არც რუსეთი იქ რაღაცა ჩართული ადამიანთა აი ამა ქვეყნის სიბძნე სიცოცხლე არის ღვთის წინაშე ხო ამა ქვეყნიური რაღაცა სიბძნით რომელსაც უპირისპირდებიან ჩვენს ერს არაფერი არ არის ერთი დღე და ყველაფერი გადაწყდება თუ კი ჩვენ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე თუ კი ჩვენ ზნეობრიობის სადარაჯოზე დავდგებით და აი ნიჰილიზმი რო არ დაუბადოთ და უიმედობა საზოგადოებაში მე აი დიდი იმედი მინდა გამოთქვა და აი ამის ნათელი დადასტურება იყო ის რომელიც სამწუხაროდ მედია საშუალებებმა უმეტესობამ არ გააშუქა ის 100,000-ზე მეტი და 1000-ეული ადამიანები რომლებიც გამოვიდნენ ოჯახის ტრადიციული ოჯახის სიწმინდის დღეს და ამაღლების დღესასწაული ესეთი საზეიმო მსვლელობით აღნიშნეს და ეს იძლევა იმის იმედს გიორგი რომ ჩვენი ერი ღვთის შეწევნით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეუღებით აუცილებლად გადარჩება და გავა სამშვიდობოს რა თქმა უნდა მაგრამ ჩვენ აქაც სწორი გაგება უნდა ის რომ აი ჩვენ ხშირად არის ვიძახით ხოლმე და იძახიან სასულიერო პირები რომ აი ნაწინასწარმეტყველებია რომ ივერია გაბწყინდება და ნუ თითქოს რაღაც და დაიძინეს ხო ვიღაცა იძახს რომ ჩვენ ხელი დავიკრიბოთ და არა თუ ჩვენ იმ წინასწარმეტყველების მოწოდების სიმაღლეზე არ დავდგებით შეიძლება ზოგიერთ აი როგორც ჩეულერს დაემართა და მაცხოვარში ჭეშმარიტი ღმერთი ვერ შეიცნო სწორედ შეიძლება ის დღე რომელიც მოვა ჩვენი ხსნისა ვერ შევიცნოთ და სწორედ აი ესე ნარკოტიკების დაბანგული ახალგაზრდობის და აი მცოდვებში მძიმე ცოდვებში ჩავარდნილი რასაც სასათბურე პირობებს თუ შეუწყობს ხელისუფლებაც ხო რა თქმა უნდა ესეთი საზოგადოება ვერ დაიბრუნებს ვერც ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს და გადაშენების პირას სწორედ რაც სტატისტიკაც არის შეიძლება სწორედ აი ზღვარზე დავდგეთ
უღრმეს მადლობას მოგახსენებთ. მე სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა, ისე გაგვექცა 1 საათი და მადლობას მოგახსენებთ თუ შევკვირდებით კიდე პირდაპირ ეთერში რომ მობრძანდებით, იმიტომ რომ ძალიან გვინდა რომ კიდე გვეწიოთ. შევეცდები ღვთის მადლით მისი უწმინდესობის როცა ვკურთხებით, მაგ უკმარისობის განცდა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენთვის ხო რაღაცა ერთგვარი რაღაცა მომზადებელიც შეიძლება ისე ითქვას, მაგრამ მადლობა უფალს ჩვენი შეხვედრისათვის. მე მინდა უსურვო ჩვენ ერს ჭეშმარიტი ღვთის მადიდებლობა, როგორც ის მრავალ საუკუნეების განმავლობაში ამოწმებდა ჭეშმარიტებას და კვიპრიანე კართაგენელის სიტყვებით შეიძლება დავამთავროთ დღევანდელი ჩვენი საღამო. ერი, რომელიც ღვთის საიდუმლო განგებულებით ფლობს უფლის კვართს, რომელიც ერთიანი, მთლიანი და უკერველი არის, რომელიც ჩვენი ერის გულში არის დავანებული, ესეთი ერის მისია ჭეშმარიტება დაიცვას და უკადაგოს მთელ სოფლიოს. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის. აუცილებლად ერთი თვის შემდეგ 2 საათს პირობას გაძლევთ და აუცილებლად გვექნება ჩვენ ყველაფერს სასაუბროდ, რომ ეს ერთი თვე გადავხედოთ, კიდე ყველაფერს მოვლენებს, ყველაფერი წინ არის. დიდ მადლობას მოგახსენებთ ყველა ჩვენ მაყურებელს სმენას არ დამიწყები ხართ და ბედნიერებას გისურვებთ და ყველაფერი კარგს, სამწუხაროდ დრო არ ყოფნის და მე უფე იობს მინდა განსაკუთრებით მიულოცო აქედან ანგელოზის დღე და ბედნიერება და მის მაღალყოლადო სამდელოებობას დიდი გულით მიულოცავდი ანგელოზის დღეს უსურვებ მრავალჟამიერ სიცოცხლეს. ჩვენს პატივცემულ მეუფეს და წმინდა სინოდის მღვდელმთავარს მისი უწმინდესობის თავმჯდომარეობა. ჩვენ ერთად. დიდი მადლობა, დიდ მადლობას მოგახსენებთ და სანამ ესეთ მღვდელმთავრები გვეყოლებიან, იცოდეთ რომ ჩვენი საქმე ძალიან კარგად არის და კარგად იქნება ყველაფერი, სანამ ჩვენი პატრიარქი მეუფე იობი, მეუფე გიორგი, მეუფე ილარიონი, ავიცი უამრავ ჩამოვთვლი მე ძალიან ბევრს, უბრალოდ დრო არ გვაქვს სამწუხაროდ ჩვენ და აუცილებლად მათაც მოვიწვევ, მეუფე ანდრია, რა ბევრი მინდა მოვიხსენიო, მაგრამ დრო არ გვაქვს და გემშვიდობებით არ შემიძლია არ დავამატო ერთი რამე, რომ ხელისუფლება უნდა აღმოჩნდეს სწორედ ზნეობრიობის დაცვის სადარაჯოზე. ეს აუცილებელი არის. გეხვეწებით ერთ თვეში ზუსტად 2 საათი თუ გვეწევით, აი ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ და კარგად ზანდებოდეთ დროებით. მე უფე გიორგი ჯანდელიანი იყო ეპისკოპოსი ჩვენი სტუმარი. გემშვიდობებით, ხვალდილა 7:30-ისათვის გავა ეს გადაცემა. განმეორებით, ფონდი ერთობა შეგიძლიათ მოიწონოთ გვერდი და იქ იდება აუცილებლად Facebook-ზე. კარგად ზანდებოდეთ დროებით. მე კი გახდით გიორგი დარასელია.